პროტოტიპირება როგორც აქამდე იცოდით, მოკლა. ან ყოველ შემთხვევაში კვდება. ბევრს გონია, რომ Figma Make-ი უბრალოდ მორიგი AI-ის სათამაშოა. თუმცა მან თამაშის წესები საგრძნობლად შეცვალა. მან დაასრულა ძალიან რუტინული საქმის კეთება და ესეთი სიტყვები გვითხრა. გვენ იფიქრეთ დიზაინზე, ხოლო რუტინაზე მე ვიფიქრებ. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ Figma Make-ზე. გავაკეთებ to-do აპლიკაციის habit tracker-ის საიტს პროტოტიპს, რაც რეალურად საკმაოდ დროის მომგებიანიც არის და ამავდროულად ტრადიციული პროტოტიპით თუ აქამდე ტესტავდით კონკრეტულ სცენარებს, როცა user testing-ს ვატარებდით, ვერასდროს ვერ ვიღებდით იმ დინამიურობას, რაც რეალურად გვინდოდა მომხმარებლებზე რო გაგვიტესტა. ხოლო რო ვახსენეთ თამაშის წესების შეცვალა, სწორად ამას გულისხმობდი. დღევანდელ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია Figma Make-ის გამოყენებით გავაკეთოთ ისეთი პროტოტიპები და ისე გავტესტოთ მომხმარებელზე, თითქოს რეალურ აპლიკაციაშია შემოსული მომხმარებელი, ზუსტად ავიჭიროთ ის ინსაიტები, ის ტკივილები, ის საჭიროებები, რასაც თუნდაც აქამდე ტრადიციულ პროტოტიპში ვერ ვიჭერდი. მე ვარ მიხეილი, ესაა საჩემო აკადემია. როგორც დასაწყისში ნახეთ ვიდეო თუ რას გავაკეთებთ, მე წინასწარ გამზადებული მაქვს უკვე დიზაინი. ამ დიზაინზე დაყრდნობით Figma Make-ში გავაკეთებთ ჩვენ პროტოტიპს და ასევე prompt-ით წინასწარ მაქვს გამზადებული, ეს სქემები ჩავუყარე კლოდს და თავიდან ბოლომდე ავუხსენი თუ რა მინდოდა რომ გაეკეთებინა და იქიდან გამომდინარე კლოდმა დამიწერა თავიდან ბოლომდე Figma Make-ზე მორგებული prompt-ი. და ვნახოთ რა გამოვა. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია რომ ახალი ფაილის შექმნით, ავირჩიოთ make-ი და აქედან უკვე რა თქმა უნდა დავიწყოთ გაკეთება, მაგრამ სანამ დავიწყოთ პროტოტიპის გაკეთებას, ზოგადად გავირკვიოთ თუ რა ხდება აქ. ყველაზე დაჭერით აქედან შეგვიძლია რომ პირდაპირ Figma-დან მივაითაჩოთ დიზაინი, ან ავუტვირთოთ სურათები. რაც შეეხება წიგნის აიკონს, ესაა library თუ კომპანიაში ან თუნდაც პირად სტარტაპზე მუშაობთ და წინასწარ სისტემა გაქვთ library შექმნილი, აქ გამოგიჩნდებათ, ეხლა მე ამ ეტაპზე არანაირი დიზაინ სისტემა არ მაქვს შექმნილი და library და აქედან გამომდინარე არ მიჩნევს არაფერი. თუმცა აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი დიზაინ სისტემა და აქედან გამომდინარე უფრო მარტივად Figma Make-ი მიაკითხავს ჩვენ კომპონენტებს და უფრო მარტივად მივიღებთ იმ რეალურ შედეგს, ისე მიღებაც გვესაჭიროება. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ გამოვიდა კლოდის Opus 4.6 და Figma-მაც არ დააყოვნა, მომენტალურად ინტეგრაცია გაუკეთა და ამ სეტინგებიდან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ რომელი AI და რომელი AI-ის მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ, რასაც Figma Make-ი გვთავაზობს. ესაა default თავიანთი Gemini, 3 Pro, 3 Flash-ი, თუმცა მოდი კლოდის 4.6 გავტესტოთ. რას როგორ რანაირად გავიკეთებს. რა დავბრუნოთ ახლა ჩვენ დიზაინთან, მოდი მოვუნიშნოთ ყველა სკრინი. გადავიდეთ პროტოტიპის სექციაში და დავაჭიროთ უბრალოდ send to Figma Make. ანალოგიურ გვერდს გახსნის, თუმცა ავტომატურად წამოიღებს იმ სკრინებს, რომელიც მონიშნული გვქონდა. შეგვიძლია ეს სკრინი ჩავხუროთ. როგორც ხედავთ, აქ უკვე წამოიღო სკრინები და მოდი ჩავწეროთ კლოდის გაკეთებული prompt-ი, რომელიც საკმაოდ დეტალურადაა გაწერილი და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. თუმცა თუ რამე კონკრეტული შედეგი ვერ მივიღეთ, ისეთი რაც გვინდა, რა თქმა უნდა, ჩავაედითებთ, მივწერთ ზუსტად რა, როგორ რანაირად უნდა მუშაობდეს და მივიღებთ იმ შედეგს. თუმცა სანამ Figma Make-ი მუშაობს მანამდე რას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, არხი უნდა გამოვიწეროთ, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი თითოეული მომატებული subscription-ი ჩემთვის მეტი мотиваციაა, რომ უფრო მეტი ვაკეთო და უფრო საინტერესო ვიდეოები გადავიღო და ასევე 500 subscribe-ზე როცა ვართ, უკვე დავიწყებ no code development-ზე ვიდეოების ჩაწერას, როგორიცაა Framer-ი და საკმაოდ საინტერესო ვიდეოები გელოდებათ წინ. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ჩვენი პირველადი ვერსია უკვე მზად არის. მოდი შევადაროთ თავიდან დიზაინს. როგორც ხედავთ, home page გამოიყურება დიზაინში ესე და ამგვარად და ასევე ჩვენივად გამოიყურება ჩვენი გვერდით. თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაცეები არ მუშაობს. აქ ნათქვამი მქონდა, რომ ის დრო, რაც რეალურად არის
წამოიღოს და ეხლა არის თებერვალი, კი ბატონო, 6 თებერვალი. როგორ მუშაობს? მოჩეკვის შემთხვევაში მშვენივრად მუშაობს, ან ჩეკის მუშაობს. მედნიურზე გადავიდეთ. ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც გვინდა რომ მუშაობდეს, როგორც ხედავთ. სქროლიც მუშაობს, ფერების არჩევაც მუშაობს. ტაიტლი დავაწეროთ საჩემო აკადემია. კი ბატონო, მუშაობს ყველაფერი იდეალურად. 3 დღე გვაქვს არჩეული. აქ 12 საათი იყოს თუ წუთი იყოს, 12 წუთი დავაყენოთ. და მოდი იყოს ყოველ დღე დავამატოთ. აიმატა. ფუნქციურად როგორც ხედავთ უკვე მუშაობს თავარი გვერდით და ტასკის დამატებაც. ასევე ტასკის დამატებაზე აქ გაწერილი მქონდა რომ რა ფერსაც ავირჩიო მომენტალურად ქვევით აიკონზეც იგივე ფერი დაესეტოს. აშკარად ვერ მივიღეთ ის შედეგი ამ ფრონტით, რაც გვინდოდა და მოდის სურათი გავიგზავნოთ. ვითხრათ. პირველი. კალენდარი გამოიყურებოდეს ზუსტად ესე, როგორც სურათზეა. მეორე. ყველა დღეს არ უნდა გქონდეს ფილ და ასევე კონკრეტული მონიშნული. ყველა დღეს არ უნდა გქონდეს ფილ. ხოლო ნიშნულ დღეს უნდა გქონდეს ფილ. ესე არ გვაძლევს ნახეთ რაღაცებს აკეთებს. მესამე კვირის დღე კალენდარი გახადე რეალური და შემდეგი კვირებზე და წინა კვირებზე ისქროლებოდეს. ისქროლება არც ეხლა კალენდრის დღეები. კალენდრის დღეები გასქროლა მხოლოდ 24 ხოლო კვირის დღეები დატოვა ფიქსირებული. ნახოთ აბა რას იზავს შემდეგი ფრონტით. კი ბატონო, ყველაფერი გააკეთა, თუმცა სადავართ. რას ვაკეთებთ? აი აქ ნახდათ დაიკარგება მომხმარებელი, მაგრამ რეალურად მუშაობს. ტელეფონზე რა თქმა უნდა, თითო გადასვაიპებით გადავა თითო კვირაზე, გადმოვა უკანა კვირაზე. აქედან გამომდინარე, ის შედეგი რაც გვინდოდა ივიღეთ კალენდრისგან. და მოდი ახლა უბრალოდ ვუთხრათ, რომ აქ არა მთლიანი ელემენტი გახადე
აპლიკებადი, სადაც არ უნდა დავაჭირო, აღინიშნოს შესრულებულად. ან დავაბრუნოთ საწყის პოზიციაში. როგორც მხოლოდ რადიო ბატონზე მუშაობს. ჩვენ შეგვიძლია ასევე ამ კომპონენტს რაშუშია და ამ ფრონტზე მუშაობას რო დაასრულებთ, ჩვენ შეგვიძლია გავუწეროთ, რომ აქ თუ გავსკროლავთ საკმაოდ დიდზე, აქედან გამომდინარე თუ გადავედით უკვე შემდეგ თვეში, უთხრათ, რომ აქაც დააპდეითოს. როგორც ხედავთ, უკვე მივიღეთ ეს შედეგი და მოდი ესეთი რაღაცაც უთხრათ. თუ კალენდარს გავსკროლავ ისე რომ აღმოჩნდები შემდეგი თვის თარიღებში და მიაპდეითე ეს კონკრეტული, მაგრამ ჩვენ არის დავაპდეითოთ, აქ ვკარგავთ დღევანდელ რიცხვს, თვეს, უფრო სწორად, თუ სად ვართ. აქედან გამომდინარე, ცოტა სხვანაირი ლოგიკით უნდა მივუდგეთ ამ კონკრეტულს. მოდი ესეთი რაღაცა უთხრათ, კალენდარს თუ ისე გავსკროლავ, რომ აღმოჩნდები შემდეგი თვის თარიღებში და მიაპდეითე შესაბამისი თვის სახელით. ასევე გააჩინე ანდო აიკონი, რაზე დაჭერითაც ავტომატურად დამაბრუნებ საწყის პოზიციაზე, ანუ რეალურ დროში. კი ბატონო. რეალურად ის, რაც გვინდოდა გავაკეთეთ, მივიდეთ რეალური აპლიკაცია, დამერწმუნებით, რომ მსგავსი ფორმით user ტესტირება ბევრად უფრო შედეგიანია, ბევრად უფრო მეტ უკავშირს მოგცემს, მეტად უფრო დავინახავთ მომხმარებლის ტკივილებს, მომხმარების საჭიროებებს და ასე შემდეგ. და ის დავალება თუ რაც გქონდა to-do აპლიკაციის თავარი გვერდი და ასევე უბრალოდ task-ის შექმნის, გამოიწერეთ არხი აუცილებლად ყოველ დღე და სულ რაღაც 1 წუთი საქმეა. დავამატოთ habit-ი და შესრულებულია. ასევე თუ გადავედით შემდეგ კვირებზე, ხედავთ, რომ ანდროიდი ავტომატურად ჩდება, რომ რეალურ დროში რაღაცა და ასე შემდეგ იქ დაგვაბრუნოს და ასევე ხედავთ, რომ თვეებიც იცვლება. ეს რა თქმა უნდა არ გქონდა ეხა პირადად მე არ მქონდა მოაზრებული, თუმცა ეხა დავამატეთ და ამით ცალსახად ხედავთ, რომ რისი გაკეთებაც გვინდა, მოკლედ ყველაფერი გაკეთებადი არის Figma Make-ში. მომხმარებელთან ტესტირების დონეზე და ეგა ლინკს რა თქმა უნდა ჩავაგდებ აღწერაში, შეგიძლიათ თქვენც გატესტოთ. ხო, შეერით შეგიძლიათ გაუზიაროთ ნებისმიერ ადამიანს, რომ თუნდაც თუ გინდათ რომ იმ ადამიანმა შეიტანოს რაღაც ცვლილებებში და აპდეითოს ვების დიზაინი იქნება, აპლიკაციის დიზაინი იქნება თუ ასე შემდეგ და ასევე შეგვიძლია publish-ი გავუკეთოთ, დავარქვათ მაგალითად habit app-ი და დავაპაბლიშეთ. ავტომატურად დაგვიგენერირებს Figma ჩვენს links, რაზეც შესრულთაც უკვე ავტომატურად გვექნება როგორც ჩვენ თვითონვე გატესტვის შესაძლებლობა, ასევე გაზიარება მომხმარებლებთან, რომ გავტესტოთ, ვნახოთ რა მუშაობს, რა არ მუშაობს და ასე შემდეგ.
სულ ეს იყო დღევანდელ ვიდეოში, ჩემო მეგობრებო, გამოწერა არქის არ დაგავიწყდეთ, 500 subscriber-ზე საკმაოდ საინტერესო კონტენტს დავიწყებ, ვიდეო გაკვეთილებს, no code-თან დაკავშირებით. მე ვარ მიხელი, ესაა საჩემო აკადემია. დროებით, შემდეგ ვიდეოებამდე და ხო, ძალიან მაგარი ვიდეოები გალოდებათ წინ. დროებით.